გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 2.186.000 ლარით გაიზარდა. საკითხზე საკრებულო საფინანსო საბიუჯეტო კომისიის ხდომაზე იმსჯელეს. კომისიის თავმჯდომარის ასმათ ტალახაძის განმარტებით ბიუჯეტის ზრდა მოხდა როგორც ადგილობრივი შემოსულობებით, ისე ცენტრალური ბიუჯეტიდან. რაც შეეხება ხარჯვით ნაწილს, მისივე თქმით მოხდება სხვადასხვა სამსახურების სუბსიდირება. განხორციელდა ცვლილებები მდგომარეობს შემდეგში, რომ შემოსულობები არის გაზრდილი 1.418.627 ლარით. აქედან ადგილობრივი ბიუჯეტით გაზრდილია 1.865.000, ხოლო ცენტრალური ბიუჯეტით 446.362 ლარით. შემოსულობები გაზრდილია მოსაკრებელი და ბუნებრივი რესურსებისათვის, სარგებლობისათვის 80.000 ლარით, სანებართო მოსაკრებელი გვაქვს გაზრდილი 180.000 ლარით, მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიების დასუფთავებისათვის 110.000 ლარით, სანქციები, ჯარიმები და საურავები 1.455.000 ლარით და ასევე სხვა არაკლასიფიცირებული ტრანსფერი 40.000 გვაქვს ხარჯვითი ნაწილიც. ერთი სიტყვით მთლიანობაში ბიუჯეტი გაზრდილია 2.186.764 ლარით, აქედან ადგილობრივი ბიუჯეტით გაზრდილია 1.959.100 ლარი, ხოლო ცენტრალური ბიუჯეტით 227.664 ლარით.